ღია პროექტი უცნობი კავკასია. რესპუბლიკური პარტია აკაკი მინაშვილი ნაციონალური მოძრაობა დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონ დავით რატომ ვერ აუხსენით დღეს თქვენს მომხრეებს რომ საჭირო იყო მაგისტრალის გახსნა მე მეგითხოთ თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ იმიტომ რომ კოსტოვოს ქუჩა აუცილებლად გაიხსნება აი ამ წუთებში მიმდინარეობს მაგაზე თათბირი ჩაკეტილი რჩება ეს მინდოდა ჩაკეტილი არის ახლა იმიტომ ახლა მიდის ტექნიკურად ეს დაუშვათ ეს საგნები რომელიც სადავიღოთ სადავიტონ დაუშვათ იქ არის ლაბაგი რომ რაღაცა ცოტა ზემოთ ამოიტანო, რამდენიმე საკანი, რამდენი ამოიტანო, რამდენი არ ამოიტანო, ზოგისაც წაიღო. პრინციპულად ეს გადაწყვეტილება იქნა გუშინ მიღებული. ეს იქნა საერთო გადაწყვეტილება. უცხადი ამ ყოველთვის ხოლმე კამათი ვიღაცა თანახმა, ვიღაცა არ არის, მაგრამ გადაწყვეტილება ასეთი იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის უცვლელი და დღეს შეღამებისას ეს იქნება აღებული აუცილებლად და კოსტოვოს ქუჩა იქნება გახსნილი. საზოგადოებასთან ახსნის პრობლემა კიდევ იქნება თუ ეს პრობლემა არ არის ასეთი, იმიტომ რომ მე მგონი რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იქნება ამით უკმაყოფილო, ახლა ყველა აქციას აქვს თავისი კონკრეტული მიზანი. გარკვეული დატვირთვა ქონდა ქუჩის გადაკეთებას, განსაკუთრებით პირველ აღთან იყო რაღაც ბევრი ხშირი მიტინგები იმართებოდა აქ რაღაც სხვა ტიპის აქციებიც იმართებოდა, გახსოვთ ხალხითაც იყო ეს ქუჩები გადაკეტილი, მე რომ რაღაცა პერიოდი იყო კიდევ გადაკეტილი და მე ხა პრინციპში ამან თავისი საქმე გააკეთა, შეიძლება ითქვას და თავი ამოწურა ამ აქციებს სრულიად, დღეს ეს მხოლოდ მოსახლეობას უქმნის პრობლემებს და არა ხელისუფლებას. ეს დათმობა არ არის. არავითარი დათმობა არ არის, მე მგონი ეს არის გონივრული ნაბიჯი და ჩვენ არაერთხელ ვაფიქსირებთ და ადრეც იყო ამაზე ლაპარაკი რამდენიმე დღით ადრე ამ ქუჩის გახსნაზე და უბრალოდ ეხლა მე მგონი საერთოდ თუ ეს არნიშნავს რომ აქციების სიმწვავე შენელდება, სიმწვავეს აქვს თავისი მიმართულება, არ არის აუცილებელი იყოს. მაინც და მაინც რაღაცა მაგისტრალი გადაკეტილია, საკანი გადაკეტილი, შეიძლება სხვა ტიპის გამწვავება, თავარი აქ არის რომ პრობლემები შეუქმნა ხელისუფლებას უნდა და ჩვენ გულს ვამბობთ თუ კანონის და კონსტიტუციის პარაგრაფებში უნდა მოხდეს ეს გამწვავებაც ამ გაგებით გვინდა გვაქვს წარმოდგენილი და არა მოსახლეობას. ეხლა დღეს ასეთი სიტუაცია. ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ეს გადაწყვეტილება არ გადაისინჯება ბუნებრივი. ბატონო აკაკი, თქვენ ოპოზიციას ძალიან ხშირად უწოდებთ რადიკალურს ხელისუფლება. უბრალოდ ასეთი ტერმინით მოიხსენიებთ მუდმივად. აი დღეს გამოჩნდა ტელევიზიასთან რომ კონსტრუქციული ნაბიჯი რადიკალური ოპოზიციის არ შეაფასა დადებითად იქ შეკრებილმა საზოგადოებამ. არის თუ არა ეს თქვენთვის იმის ნიშანი რომ საზოგადოება გაცილებით უფრო რადიკალურად არის განწყობილი ვიდრე მათი ლიდერი ოპოზიცია. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო თქვენს მაყურებელს, ჩემს ოპონენტს, პირველ რიგში ასევე მინდა მივესალმო ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილებას, რომ კოსტოვოს ქუჩაზე კოსტოვოს ბლოკირება გაიხსნას, კარგია, რაც პრუსტრაფად შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში მით პრო კარგია. კარგია ისიც რომ დაფიქსირდა ფაქტი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ ესეთი ტიპის აქტივობები ხელს უშლიან თანამოქალაქეების ცხოვრებას და არა მზიანს არ აყენებენ ხელისუფლებას როგორც ესეც. იმიტომ რომ ასევე მინდა ვთქვა რომ გასაგებია რომ ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, ძალიან აქტიურ პროტესტს, გასაგებია რომ მათ აქვს გარკვეული წუხილები, თუმცა ასევე მინდა ვთქვა რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ სხვა მოქალაქეები, სხვა ადამიანები და ძალიან ბევრი ადამიანიც და მათაც ექნება გარკვეული პრობლემები და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა პასუხისმგებლობა უნდა იყოს არა მარტო საკუთარ აქტივისტებზე, ან საკუთარ მომხრეებზე, არამედ საზოგადოების ყველა ნაწილზე. იგივე პრობლემაა რუსთაველის გამზირზე, ხო? ქუჩების გადაკეტა ხდება ხშირ შემთხვევაში მაშინ როცა არ არის ხალხი რუსთაველის პროტესტზე, არ არის მანიფესტაცია, ამიტომ ესეც მინდა გითხრათ რომ კანონს არღვევს და ესეც მინდა გითხრათ რომ ზიანს აყენებს სხვა მოქალაქეებს, არა თუ იქ ცხოვრებ ადამიანებს, არამედ ის რომ ძალიან დაიკლო ეკონომიკურმა აქტივობამ ჩვენს დედაქალაქში, მაგალითად ნაკლები პროდუქციის გაყიდვა ხდება, შესაბამისად თითოეულ ოჯახში ნაკლები შემოსავალი შემოდის. მე მესმის და არავინ ხელს არ უშლის ჩვენ ოპონენტებს იმაში, რომ მათ დემონსტრაცია გამართოთ, თუნდაც მრავალრიცხოვანი და მათ ამ დროს ბუნებრივია ხელს არავინ შეუშლის იმაში, რომ ქუჩა გადაკეტონ, თუმცა მაგალითად ღამის საათებში ან დილის საათებში, როცა იქ ხალხი არ დგას, მე მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ეს ქუჩები უნდა გაიხსნას, იმიტომ რომ არ შეეშალოს ჩვეულებრივ თანამოქალაქეებს, ჩვეულებრივ ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება. ამ ზიანი ხელისუფლებას პირდაპირ არ ადგება, ამ ზიანი ადგება იმ ადამიანებს, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობენ. ეს კანონის დარღვევა თქვენ ბრძანეთ და ასე ფიქრობთ, რომ კანონის დარღვევა. პროცესის განაცხადი გაკეთებულია, თქვათ, კი ბატონო, ამას ძალიან დიდი დავა იყო, არის თუ არა კანონში პირდაპირ წერია მანიფესტაციების შესახებ, რომ განზრახ ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაუშვებელია. განზრახ ნიშნავს იმას, რომ იქ არ არის იმ რაოდენობის ადამიანები, რომლებსაც უნდა გადაკეტონ ეს ქუჩა. თუ ესეთ ამდენი ხალხი დგას, მაშინ ბუნებრივია ავტომატურად ქუჩის გადაკეტვა ხდება. მე საერთაშორისო პრინციპსაც ვიტყვი. გამოხატვის თავისუფლება თავისთავად დაცულია და ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული.
მაგრამ არ არის დაცული ქუჩების გადაკეთების უფლება და თავისუფლებას როგორც ისე არ არსებობს. დავასრულებ. იმიტომ როცა ხალხი არ დგას, როცა ხალხი პროტესტს არ გამოხატავს იმ პერიოდში, მაშინ ქუჩები უნდა იქნას გახსნა. შეიძლება მე შემთხვევაში საქმეები ძალიან ცარიელია, მაგრამ იმავე ლოგიკით მე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსთაველის ქუჩის გადაკეთება შეუძლია ორ ადამიანს თუ ერთი დადგება ერთ მხარეს და მეორე მხარეს და გააბავს თოქს. მე მოსაზრება დავიწყოთ რატომ აღარ ძალიან მარტივად არის ახლა თქვენ კანონდებელი ხართ, პარლამენტის წევრი ხართ და უნდა იცოდეთ იმ კანონში როგორც ერთი გარანერი მითითება რაოდენობაზე არ არის. როდესაც არის წინასწარ გაცხადებული რომ აქ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება მერიისთვის შეტყობინება, აქცია ტარდება. როცა ქუჩა იკეტება, მოძრაობა ფერხდება, თორე ისე საერთოდ თუ მოძრაობას არ ვაფერხებდა, ქუჩას არ ყედა, არანაირი გაფრთხილება არავისთვის არაა საჭირო. და მერიას ასევე ნებართვებს კი არ გასცემს, ამაზე უბრალოდ მას შეუძლია თქვას რომ აი ამიტომ და ამიტომ ეს არ გაკეთდეს და თავის მოსაზრებები წარმოადგინოს, რატო არ უნდა გადაიკეთოს. ეს განაცხადი შეტანილი იყო, თავიდანვე ახლად შეტანილია კანონის მხრივ, აქ არის ყველაფერი რიგზე. არც ერთი სიტყვა კანონში არ წერია, რამდენი რაოდენობის ხალხი იქნება, ხა იქ იქნება 10 კაცი, 20 კაცი თუ 200 კაცი. სხვადასხვა იგივე, როდესაც კოსტავას ქუჩა იყო გადაკეთებული, უნდა გითხრათ, მოსახლეობა ამას ხვდებოდა ძალიან გაგებით. ჩემდა გასაკვირადაც კი მეგონა რომ მეტი რეაქციაც კი ექნებოდა. საკმაოდ გაგებით შეხვდა და რო თქვა რაღაც რაიმე სერიოზული პროტესტი ამის გამო. თუმცა შეიძლება ვიღაცა უკმაყოფილო იყო, ვიღაცა არა, მაგრამ რაიმე სერიოზული პროტესტი ამის გამო არ ყოფილა. ეს ალბათ ხელისუფლებისთვის უფრო უნდა იყოს დამაფიქრებელი, როცა ასეთი რამე ხდება და მოსახლეობის პროტესტი მომიტინგების წინააღმდეგ კი არ არის ქუჩის გადაკეთვის წინააღმდეგ. ანუ ხელისუფლების მიმართ უფრო მეტი პრეტენზია, ანუ მათ იმდენად უნდა ცვლილებები ამ ხალხს და იმდენად მოელიან ცვლილებებს, რომ მზად არიან აიტანონ ასეთი შეზღუდვებიც. დიდი ნაწილი აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა, აი შეგეძლოთ ახლა ქუჩი გამზირზე უამრავი ხალხი დადის აკოსტავას ქუჩაზე და მე რაღაც ასეთი სერიოზული უკმაყოფილეები ნამდვილად არ შემიჩნევია. თუმცა სხვაზე ყოველთვის იყო. კანონის თვალსაზრისით, აქაც ყველაფერი რიგზე იყო და იქაც ყველაფერი რიგზე. უბრალოდ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა და ეს არამც და არამც ანიშნავს იმას, რომ შეწყდება რუსთაველზე. რუსთაველზე არის სერიოზული აქცია, ყოველთვის არის რამდენიმე ასეული ადამიანი, ყოველთვის ზოგჯერ ეს საკნებშია, ზოგჯერ გარეთ არის, ასე 5-6 კაცი გარავის არ დგას, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ამას კანონის თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს აქცია გრძელდება, ჩვენ გვაქვს 26 მაისამდე, ასე ვთქვათ, და გაწერილი გეგმა 26 მაისს იქ ჩატარდება დიდი დემონსტრაცია, საკმაოდ ხალხმრავალი. ასე რომ ყველაფერი მიდის ჯერჯერობით ისე, როგორც თქვით, მიდის აქციები, მიდის საკმაოდ წავი აქციებიც კონსტიტუციის პარაგრაფებში, რომელიც ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ 10 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული აი ამ აქციებზე პასუხისმგებელ ჯგუფში. მაინც მიუხედავად ასთა სხვადასხვაობისა, ხერხდება ერთიანი ტაქტიკის შემუშავება, ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და ჯერჯერობით აი ასე მიდის სიტუაცია. ასე რომ ერთაგითახმებით იმაზე, რომ აქ რავი კანონთან არის პრობლემა. კანონთან არანაირი პრობლემა არ არის. მოკლე კომენტარი და გადავიდეთ ჩვენი საკითხი. კანონის ციტირებას ვახდენი პირდაპირ წერია, რომ განზრახ ქუჩების გადაკეთება დაუშვებელი. მიზანი ღამის საათებში ან იმ კი, გააფრთხილება თუ არ არის შეტანილი მერიაში. მეც მახსოვს ეს კანონი მიღებული, წვლილი მაგანუჩის. ბატონო დავით, დავასრულოთ შეიძლება. განზრახ ტრანსპორტის გადაკეთება დაუშვებელია, თუმცა ამის საჭიროება არ არსებობს. კარგია რომ კანონი ახსენეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი არის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საერთოდ ევროპაშიც. ჩვენ აქ გეთანხმებით რომ ნებართვა არ არის საჭირო, აქ არის უბრალოდ შეტყობინება და ეს არის იმის მაგალითი, რომ საქართველოში დემოკრატია წინ მიდის და კიდევ უფრო წინ წავა. რაც შეეხება მოსახლეობის უკმაყოფილებას, ხარ რთულია მოსახლეობის უკმაყოფილების დათვლა, თუმცა ჩემი თვალით საკუთარი თვალით ხედავ მედიის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და როდესაც ადამიანები გამოდიან და იძახიან რომ მათ პრობლემებს უქმნის ქუჩების გადაკეთება. ისევ და ისევ იძახი, მრავალრიცხოვანი აქცია იქნება 26-ში თუ სხვა დღეებში ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ ადამიანები ქუჩაში გამოდიან და საჭიროება იმისა რომ ქუჩა გადაიკეტოს თუ ბევრი ადამიანი დგას, მაშინ ქუჩა უნდა გადაიკეტოს, ეს არის დემოკრატიის პროცესი და დემოკრატიულობის პროცესი და ამაში თქვენ ხელს არავინ არ გიშლიდათ, არ გიშლით და არ შეგიშლით არასდროს. ბატონო აკაკი, მე კითხეთ აი საზოგადოება ახსენეთ და პირველ კითხვაში არ მიპასუხეთ, ალბათ გამოგრჩათ. მაინტერესებს თუ ნახეთ დღეს კადრები, როგორ უპროტესტებდა ოპოზიციას საზოგადოება იმ კარვების აღებას და მაგისტრალის გახსნას ტელევიზიის. რისი ნიშანი იყო თქვენთვის? ამაზე არა, ცალსახარი ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომელსაც აქვს პროტესტის გრძნობა, რომელსაც აქვს გარკვეული წუხილები, სერიოზული წუხილები, ამაზე არავინ არ უარყოფს და ჩვენ ყველანი, ჩვენც და ჩვენი ოპონენტები სწორედ იმაზე უნდა ვზრუნველოთ, როგორ უნდა გადაწყვეტოს ეს წუხილები. მე დღეს წავიკითხე ბატონი კახაკუკავას განცხადება იყო ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა, როდესაც თვალწოდები ამერიკის დელეგაციისთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ამერიკის დელეგაციამ ჩვენ დაგვისვა ისეთი კითხვები, რომელიც არაა აქტუალურია ამ ქვეყანაში. და რა შეეხებოდა ეს
კითხვები. თურმე ამერიკის დელეგაციის წარმომადგენლებმა კითხვა დასვეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვათ გადადგა საქართველოს პრეზიდენტი, რას აპირებთ თქვენ შემდგომში ეკონომიკური პროგრამის თვალსაზრისით, როგორ აპირებთ ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ეს ბატონმა კაკაბუկამ იმ შემთხვევაში ჩათვლა არასერიოზულად და მე მგონია რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ თუ ყველავს ზრუნავთ მოქალაქეების პრობლემის გადაწყვეტას და თუ ოპოზიცია აცხადებს რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ჩვენ უნდა გქონდეს კონკრეტული ხედვა. კონკრეტული იდეა. კი, საინფორმაციო სააგენტომ გავხდით, საინფორმაციო სააგენტომ გავხდით. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეზე, იქ ვდგარზე, რომელსაც მესმის რომ არ უნდა გზის გახსნა, მაგრამ არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელსაც გზის გახსნა უნდა, თუმცა შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ იყოს. წარმართიოთ ვიტყვი რა. ახლა მე არ ვიცი რა ითქვა და როგორ ითქვა და რომელმა საინფორმაციო სააგენტომ გადაცა, მაგრამ ახლა თავისთავად ცხადია რომ ერთიანი რაღაცა ერთი პროგრამა 10 ოპოზიციურ სუბიექტს ეკონომიკური ვერ ეკნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი თუ ძალიან გაინტერესებს. Შეგვიძლია მოგაწოდოთ, გნებავთ წერილობით, გნებავთ ისეც კი ბატონო, მაგაზე შეგვიძლია. და ჩვენ კონკრეტულად არა მარტო რესპუბლიკელებს, არამედ საერთოდ ალიანსს გვაქვს აბსოლუტურად ძალიან მკაფიო კონცეპტუალური ხედვა ყველა მიმართულებით. და ნებისმიერ დროს ნებისმიერს ვეგამათოთ ხელისუფლებასაც და სხვა ოპონენტებსაც. ჩვენ ეს 10 ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ვართ გაერთიანებული ამ აქციების ორგანიზაციულ რაღაც შტაბში. ჩვენ რა თქმა უნდა ვართ პარტნიორები და ამავე დროს ვართ კონკურენტები სამომავლოდ. ჩვენ არა ვართ ერთი ორგანიზაცია, ყველაფერში ერთნაირი ხედვა გქონდეს. ეს ბუნებრივია, ჩვენ გვაერთიანებს ის რომ დღეს თulit საერთოა ეს ხედვა რომ ამ ხელისუფლება ქვეყანა მიიყვანა ჩიხამდე და არა აქვს მას პერსპექტივა ჩიხიდან გამოიყვანოს ეს ქვეყანა. Adonagit, თქვენი პრობლემა არის ის კი არა რომ ჩვენ რაღაცა კარგები ვართ, ცუდები ვართ, რადიკალური ოპოზიცია ვართ, მისი ნაწილი ვართ თუ 3/4 რადიკალური ოპოზიციის. ტერმინი ძალიან უწოს ის რადიკალური ოპოზიციის ნაწილია, ის მეორე ნაწილი ვინ იყო არ ვიცი. ხა მე დაგვაწინაურეს და საერთოდ შენ გავხდით რადიკალური ოპოზიცია. Ბაქრაძეს და რო შევხვდით, მე უცებს არასაპარლამენტო გავხდით. მე ისევ გავრადიკალდით და სულ ასია. ნუ კარგი, ამას შევეშვათ ეს ხუბრობით. ეხლა ხო არასაპარლამენტო, საპარლამენტო ცალკე საკითხია. Problema არის ის რომ ჩვენ საერთოდ გავქრეთ, აი ოპოზიცია რომ გაქრეს ერთ ჩვენი ერთგას, აი წავიდეთ ყველა სახლებში დავждეთ და თქვა რომ დავანებთ თავი პოლიტიკას, კარგად იყავით. თქვენ შეიძლება თავიდან ძალიან გაგიხარდეთ ეს და იფიქროთ რომ პრობლემა გადაიჭრა. არ გადაიჭრება არც ერთი პრობლემა. არ გადაიჭრება არც ერთი პრობლემა და ეს უკმაყოფილება ამოხეთქავს ნებისმიერ შემთხვევაში. რომ პრობლემა ხელისუფლებას აქვს საზოგადოებასთან, აქვს ხალხთან. ეხლა ეს არ არის რაღაც პათეტიკა, რასაც მე ვლაპარაკობ. ნებისმიერი გამოკითხვაც ამას დაგადასტურებ, ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევაც ამას დაგადასტურებ. ასეც არის რეალურად. როგორ აპირებთ? თქვენ თვითონ ჩვენ როგორ უნებთ, თქვენ როგორ აპირებთ? თქვენ გითხარით, როგორ აპირებთ? ან ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და გვეუბნებით, რომ ქვეყანაში ყავისთურა ყველაფერი და ინვესტიციის ბუმია პრეზიდენტი გვეუბნება ახლა. როგორ აპირებთ იგივე ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებას, აი ამ სიტუაციაში სააკაშვილის პრეზიდენტობის და თქვენი ხელისუფლების შემთხვევაში რაიმე მკაფიო გეგმა სტრატეგია არ გამიგია მე მაგალითად არავის არ გაუგია. ჯერჯერობით გვეუბნებიან რომ ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ. თუმცა როდესაც ჩდება ხოლმე შეკითხვა, რას აპირებთ შემდეგ თქვა გადადგა სააკაშვილი ძალიან იშვიათად რომ იყოს პასუხი ეს. კითხვის ლეგიტიმურია საზოგადოების ნაწილის მხრიდან რომელიც დგას ქუჩაში. აბსოლუტურად მე უფრო მეტსაც გეტყვი. სანამ სააკაშვილი გადადგება, მანამდეც ბევრი რამეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში. სასურველია მანამდეც გაკეთდეს რაღაცები. შეიძლება საზოგადოებასთან პრობლემა თქვენ ასე ფიქრობთ? როგორ კითხვა? რაც ბრძანა ბატონმა დავით, ხელისუფლებას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემა საზოგადოებაში. რომ გაქრეთო, მან თქვა თქვენ მაინც დარჩებით საზოგადოებასთან პირისპირ. ესეთი რა თქმა მე უკვე ვთქვი რომ ამაზე კითხვა არ არსებობს, ნუ კითხვები არავის არ აქვს, ამ კომპანიაში არის პრობლემები და ეს პრობლემები გამოსასწორებელი. მე ასევე მინდა მივესალმო ბატონ დავითის განცხადებას, რომ მათ აქვს გარკვეული პროგრამები ყველა მიმართულებით, ეს ჩემთვის ძალიან სიახლე იყო, პირველად გავიგე და სწორედ აი ესეთი ვიცი რა რადიოში ვიყავით ამას დიგას გითხარით. დავასრულებ ბატონ დავით. სწორედ ესეთი ტიპის დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე, ეკონომიკურ საკითხებზე, საგარეო საკითხებზე, შიდა საკითხებზე არის ყოველ შემთხვევაში ხელშემწყობი იმისა, რომ ქვეყანაში ცხოვრება გამოსწორდეს. ეხლა ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება ეკონომიკური, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო, ეს არის თუნდაც იაფი კრედიტი, იაფი დაზღვევა, ბარიერების შემცირება, ბიუროკრატიის შემცირება, რაც შეიძლება მეტი ინვესტიციები შემოეძლო თქვენიც რომ ჩვენ ძალიან დაბლა დავწიეთ გადასახადები, იმიტომ რომ გამომდინარე იმ საგარეო საფრთხეებიდან რაც გვაქვს, ბუნებრივია ინვესტიციები ძალიან ესე თქვათ ყველაფერს დამატებით ფიქრობენ, ამიტომ უნდა შეუქმნათ დამატებითი პირობები, ისეთი პირობები, რომ მათ ჰქონდეთ ინტერესი საქართველოს შემოსვლის. კი იყო აგვისტოს აგრესიის შემდეგ გარკვეული პრობლემა ინვესტიციებთან დაკავშირებით, ფინანსურ კრიზისთან გამომდინარე ასევე იყო პრობლემა, თუმცა
ეს ინვესტიციები კვლავ დაიწყო ამ ინვესტიციების შემოდინება, იმიტომ რომ ჩვენ გვქნით რაც შეიძლება ხელშეწყობ პირობებს ინვესტიციებს და ბიზნესს. ინვესტიცია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება, რომ დაასაქმოს მოქალაქეები ამ საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, მე არა ვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ პრობლემები არ აქვს. პირიქით გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროგრამა ხორცელდება. ძალიან ბევრი მიმართულებით ხორცელდება, მაგალითად ეკონომიკური პროგრამები. იგივე IAP დაზღვევის პროგრამა. რა არის აქ შეცდომა? სად არ ხორცელდება ეფექტურად ეს პროგრამა? ამაზე ჩვენ ოპოზიციასთან დავა არ აქვს. აი ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. სად არის პრობლემა? თუნდაც ინსტიტუციურად სად არის აქ პრობლემა? თუნდაც ამ პროგრამის განხორციელებაში, თუნდაც სხვა ეკოსისტემის, თუნდაც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. იმიტომ რომ მე დავეთანხმები ბატონ დავითს, რომ თუ საქართველოს ოპოზიცია არ იქნება, ეს პრობლემა არა ძალიან სერიოზული პრობლემაა ხელისუფლებისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემაა ხალხისთვის. არა, ოპოზიცია იქნება, თქვენ დაშვებაზე პასუხობთ ბატონო დავით. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა გქონდეს ეფექტური პოლიტიკური პროცესი, ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სწორედ მაგიდის ირგვლივ პარლამენტში თუ სხვაგან, სადაც პოლიტიკურ ფორუმზე, სადაც იქნება დეტალური განხილვა თითოეული საკითხის, სადა გვაქვს ჩვენ ჩავარდნა, სადა არა გვაქვს ჩვენ ჩავარდნა. ყველა უნდა წარმოადგინოთ ჩვენი ხედვები და იქნება არჩევნები ამ ქვეყანაში 2010 წელს, სადაც შეიძლება იყოს პირდაპირ მერის არჩევნები და იქნება კაი ტესტი ყველასთვის. ვის უფრო მხარს უჭერს ვის უფრო მხარს უჭერს საზოგადოება, იმიტომ რომ ხა აქ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე როცა ვსაუბრობთ მე მგონი არ არის რეიტინგებზე საუბარი, იმიტომ რომ შემიძლია ძალიან ბევრი ძალიან რეიტინგული ორგანიზაციების მიერ და გამოკითხვები დაგისახელოთ და უბრალოდ არ მინდა რიცხვებზე საუბარი. არჩევნები არის ყველაზე კარგი ტესტი იქნება, თუ თქვენ ეს გექნებათ იდეა, რომ პირდაპირ არჩევნები იყოს მერის, აი სწორედ ეს იქნება ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ თუნდაც თბილისში გავიგოთ, ვის უჭერს თბილისში მცხოვრები ადამიანები. რეიტინგები ახსენეთ თქვენ, შეგიძლიათ მითხრათ, ვის გულისხმობთ და რამდენი აქვს ნაციონალურ მოძრაობას რეიტინგი დღეს თბილისში. არ რეიტინგებით ვილაპარაკო. არ თქვენ ახსენეთ. არა, მე არ ბატონმა დავითმა ახსენა და მე უბრალოდ უპასუხე. რა არის თავარი ამ შემთხვევაში? სოციალური გამოკითხვები აპელირება ამ შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი. თავარი რაც არის რომ ჩვენ ყველა პოლიტიკურ ლაპარაკები ამ შემთხვევაში ლაპარაკობ რომელი ოპოზიციურ პარტიას ამიშელობა აღიღვის არ. არა, დობაზე ბატონო დავით, ხა ჭეშმარიტებაზე ექსკლუზივი არავის არ აქვს. არ ექსკლუზია, კარგი თვით. ამიტომ არჩევნები არის ყველაზე კაი საშუალება. არჩევნები კი იყო სამართლიანი და წესიერი და რატომ ხდება მაგიდასთან? რატომ მოდით ეს ძალიან ისეთ კომპლექსური თემაა, მაგრამ რატომ არ ხდება მაგიდასთან საკითხების გადაწყვეტა? იქნება აუხსნა თქვენს და ხელისუფლებას. თქვენ რატომ გახვით ქუჩაში ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ თუ შეიძლება. ვინმეს უხარია თუ გონიათ რომ პროტესტი წყდებდა იქ რაღაცა საპროტესტო აქციებით ვცდილობთ მივახციოთ და არ გვიჩვენია რომ ეს წყდებოდეს ცივილიზებულად ძალიან შემცდარია და არავინ არ არის ასეთი ჩვენთან. მაგრამ პრობლემაც ეს არის რა, პრობლემაც არის ეს ზუსტად რომ სხვა გზას, როდესაც ხელისუფლება ჩვენ გვეძახიან რადიკალურ ოპოზიციას და ამ დროს თვითონ ხელისუფლება არის უაღრესად რადიკალური. ნუ კიდე ყავთ სუპერ რადიკალური ფთა იქ თორთლაძის სახით. კიდე ახალი ოპოზიცია ქვია, მაგრამ სუპერ რადიკალური ფთაც არის. როდესაც ესე იგი ხელისუფლება გელაპარაკება ასე რომ ესე იგი აი თქვათ, აი რაც ხდება ახლა ამ მიტინგის დროს რაც მოხდა რაღაც უამრავი შემთხვევაში იყო ამდენი ცემის ფაქტი. ჩასაფრებები, ცემები, ასეთი რაღაცა რომ მოხდება თავის. როდესაც ახლა იქ ვიღაცა პოლიციის მაღალ ჩინოსანი, საკმაოდ მაღალ თანამდებობის პირები ისვრიან რაღაც წყლით სავსე პაკეტებს. აი ესეთ სიტუაციაში როცა ხარ, როდესაც ახლა მაგალითად აი ლაპარაკია ცალკეებოვიას ბუქროვანის ამბავი ხო, მაგრამ დავანებოთ თავი ხარ იყო იქ შეთქმულება არ მინდა დღეს ამაზე ვჯერლობა, მაგრამ როდესაც აპატიმრებ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ოთანაძის ძმას. ეს რა არის ხო, სადა ვართ, რომელ საუკუნეში ვართ, ხდება ეს არის ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება ეს ადამიანს სახალხო დამცველს განცხადებთ. ხარ მითხრა არ დაუჯერიათ. ხა ასეთი რაღაცები როცა ხდება ძალიან ძნელია ხა ჩვენ და რო ისე ვლაპარაკობთ აქ ზოგჯერ თითქოს რაღაც შვეიცარიის დემოკრატიის სტანდარტი იყოს და რაღაც აი ესეთი დონის ქვეყანაში ვიყოთ კი რა ჯობია მაგიდასთან გადაწყვეტა საკითხს არ არის კრედიტების დახვეწას და თქვათ კრედიტებზე ვილაპარაკებთ ვიღ რაღაცაზე ვილაპარაკებთ მაგრამ არ არის ასეთი სიტუაცია ამ ქვეყანაში არის ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ უსამართლობის განცდა ეს უსამართლობის განცდა არის ყოველდღიური ყველა ადამიანს ხედავს ამას ეხლა რომ დაინახეს რომ ვიღაცა დასდება დასაჭერად და ის რომ ვერ დაგიჯერია და ამიტომ იჭერ მის ძმას და ხა ნუ ეს ეხლა ნუ არ ვიცი პირველი შემთხვევა არ არის თან ასე არის უამრავი შემთხვევა თუ იცით საქმის გულში რა ხდება მოგდით რა ეს არ არის ის ქვეყანა სადაც შეიძლება მართო რომელიც შეიძლება მართო ტელევიზიები თუათ რაღაცა თქვა ტელევიზია თუ ეს 100-ია და ყველამ დაიჯეროს, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა საკმაოდ ბევრი იცნობს. კი, შეიძლება ხალხი მოატყუო ერთხელ ორჯერ, მაგრამ ეს არ არის რუსეთი, სადაც მაგალითად შეგიძლია შენ ტამბოვში რა მოხდა. თუ მოუყევი ტელევიზიით, ვლადივოსტოკში ახლა ის ვერ შეამოწმებს ვერანაირად, იმიტომ შეიძლება უბრალოდ იქ ვერ ჩავიდეს კიდე თვენახევარი და 3 წელი. ამ პატარა ქვეყანაში არაფერი არ იმალება.
ყველაფერი იცის და მასმედია როდესაც ასე არასახავს და როდესაც მასმედია არის მონოპოლიზებული, როდესაც მასმედიას ინსტრუქციებს აძლევ რომ რა დაგიძახოს შენ რაღაც რადიკალური ოპოზიცია დაგიძახოს თუ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი დაგიძახოს და წემსავ ჟურნალისტებს პირდაპირ ასე ინსტრუქციები და აი ეს ელაპარაკე და დილით უტარებ ეგრეთ წოდებულ ლეტუჩკებს ფაქტებს ვაპარაკობ და არ არის ეს ნამდვილად რამე ისეთი გამონაგონი და ჭორები. ეხლა ასეთ სიტუაციაში რა ვქნათ და ცხადია მიმართავს ხალხი პროტესტს და გამოდის და ხალხმრავალი პროტესტი იყო 9 აპრილსაც მადრედს და 26 მაისსაც იქნება ძალიან ხალხმრავალი პროტესტი გარწმუნებდა აგერ 9 მაისსაც ძალიან ხალხმრავალი პროტესტი იყო ამ დროს ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს ხელისუფლება თუ ის არ არის რადიკალური თუ ის არის რადიკალური ცხადია ცდილობს რაღაცნაირად საზოგადოებას მე კი არ გამიწიოს ანგარიში აქ დათო ზურაბიშვილის ან რესპუბლიკურ პარტიას ან ალიანს საქართველოსთვის ან კონსერვატიულ პარტიას ან ვიღაც საზოგადოებას გაუწიოს ანგარიში და გადადგას ის ნაბიჯები რაც სიტუაციას განმოხტავდა ჭკვიანი ხე და გონიერი ხელისუფლება ამას გააკეთებს რადიკალური ხელისუფლება რას აკეთებს შემოგთავაზებს რომ იცით რა ეხლა თქვენ თუ წაცახლებში აგერ თუ გინდა რაღაცა კომისიაში შექმნით, თუ გინდა რაღაც თანამდებობას მოგცემთ და ბოლოს წინადადებები რაც რაღაც თანამდებობებს ჩამოგირიგეთ პატარ-პატარა რაღაცა. აგერ კომისიაში შექმნით, დაჯექით იმ კომისიაში, მე იქაც მიიღებს, ას არ მიიღებს, მაგას არ მიშველობა, მოგეთ წინადად იყავით რა. თუ არა და უთქვენოდ შექმნით. ასეთი წინადადების როცა გაძლევენ, ძალიან ძნელი არის აქ რაღაცა ცივილიზებული ურთიერთობა. ჩვენ დასაკარგი დავამსულებ. ჩვენ ასე ოპოზიციას ამ შემთხვევაში რა გვაქვს დასაკარგი? ჩვენ წარმოადგენთ ამ ხალხს. ჩვენი ძალა არის ხალხის და საზოგადოების ხარდაჭერაში. თუ არ მიჭირ, ჩვენ არ გვყავს არც სპეცრაზმები, ჩვენ არ გვყავს ასე ვთქვათ ნაციონალური მასშტაბის რაღაცა მართული მასმედია, რომ რაღაცა ხალხის ზუმბირება მოახდინოს. არ შეგვიძლია ეს. დიდი პროპაგანდა მოახდინოს. ჩვენ ძალა ერთ-ერთ ხალხის ხარდაჭერაში. თუ ამ ხალხის ხარდაჭერას გამოვაცდით თქვენსკენ გადაიყვანთ კაი საქმეს გააკეთებთ თქვენ იგრევე იმიტომ რომ არ იქნება ეს პრობლემა მაგრამ როცა პირიქით კეთდება და ჯინაზე კეთდება ყველაფერი აი ეს არა პრობლემა ასე გებეთ თქვენ პოზიცია ბატონაკაკი მე მინდა მოვისმენთ თქვენი პოზიციები კონკრეტულად თოთანაძის თემასთან დაკავშირებით იმ მრავალსაყუდურზე რომელიც ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებით არის თუმცა რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ თქვენ მოგეცემთ საშუალება პასუხი გასცეთ ყველა ამ შეკითხვას დროებით მედია პროექტი უცნობი კავკასია ნოვი კავკასია ეთერში ბრუნდება ბატონებთან დავით ზურაბიშვილთან და აკაკი მინაშვილთან ერთად ბატონო აკაკი მაინც ყველაზე მეტი საყუდური ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურების მიმართ არის თქვენ კი აფიქრეთებით დაიწყეთ პოზიტივებზე საუბარი თქვათ ასევე დაზღვევით მაგრამ ფაქტია რომ Human Rights Watch-მაც კი ბოლო დღეებში მიმართა ძალოვან სტრუქტურებს და მთხოვა მათ რომ გამოასწორონ ეს სიტუაცია არ დამიწყე მე დამიწყე იმ წუხილებზე საუბარი რომელიც საზოგადოებაში არსებობს რომელიც დიდი წუხილი თქო მე აი ეს მინდა თქვა რასაც თქვენ არ გაგიმახვილებთ ყურადღება თუნდაც ოთანაძის თემა ბოლო ძალიან გთხოვთ რომ შეაფასოთ თქვენ დავითის კითხვებს უპასუხებ. ბატონმა დავითმა თქვა ის ზუსტად ოთან ძალიან მაინტერესებს ეს რატომ ადამიანის დაკვირვება. კი ბატონო გისმენთ. პასუხის გარეშე არ დავტოვებ. ერთი რამე მინდა ცალსახად თქვა და ასევე დავთანხმო ბატონ დავითს რომ ჩვენთან პოლიტიკური კულტურა არ არის იმ დონეზე განვითარებული და არის ძალიან სერიოზული პრობლემები. პრობლემაა შეიძლება წყლის გადმოსყვა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, მაგრამ ასევე პრობლემაა ის რომ ადამიანები აგინებენ ერთმანეთს, შეურაცხყოფენ ერთმანეთს, ასევე შეურაცხყოფენ იმ ადამიანებს, ვისი პოზიციაც მათთვის მიუღებელია, ასევე ხდება ზეწოლა ჟურნალისტებზე, ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, სირცხვილის დერეფნები. დღეს ქალბატონო ნინომ განაცხადა, რომ თულმე დღეს ეს სირცხვილის დერეფანი იყო იმისათვის, რომ აი პრეზიდენტმა განაცხადა 2 დღის წინ, რომ ამას არ დაუშვათ. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითია იმისა, რომ კონკრეტული ადამიანები, მე არ გულისხმობ მთლიანად პოლიციას, კონკრეტული ადამიანები თავის საქმიანობას აგებენ ვიღაცის ჯიბრზე და არა საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ხო ძალიან მკაფიო მაგალითი ამის. ის რომ ადამიანები ზიანს აყენებენ სხვა ადამიანებს და შემდეგ პარავენ ფულს თუ საბუთებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ამ საზოგადოებაში. მოდი გავარკვევთ ფული ვინ მოიპარა ბატონაკაკი რა. ეს არ გაწყვეტინებთ არც ერთ. ძალიან კარგად იცით რომ ფული არ გამოგვარია რა. ხო იცით ახლა რატო ამბობთ? დავასრულებ. ფულს თუ იმას მაინც გინდათ ეს იგი წავ. ამიტომ იცით რა. ეს არის საზოგადოების. არა, მოიპარა თუ არა? ბატონო დავით, მოიპარა და ბატონო დავით დავასრულებ. ფული მოიპარა ბატონაკაკი. შეიძლება დავასრულებ. სხვა მაგალითებიც არის ძალიან. იცით რომ არ მოუპარა. ამიტომ დავასრულებ თუ შეიძლება სხვა მაგალითებიც. ბატონო დავით, მე არ გაწყვეტინებდი თქვენ და გათხოვეთ. თუმცა ეს შემთხვევა როდესაც მეც მივცემ თავისუფლებას რომ ჩავერთო ბატონაკაკი, ჩვენ შენელებული კადრი გვაქვს, ბევრჯერ ნანახი ფული არ ამოუღია ამოდემს. თუმცა ის რა თქმა უნდა საკამათო თემა რატომ ამოიღო საბუთი. სხვა მაგალითებთან დავასრულებ. კი ბატონო. იმიტომ რომ პრობლემაა და ყველა შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ყველა საქმეს გამოიძიებს იმ ეგრეთ წოდებული ცემის საქმეებსაც გამოიძიებს და იმ საქმეებსაც გამოიძიებს რომელსაც მე ვილაპარაკე და ყველაფერი გახდება ყველასთვის როდის ბატონო როცა იქნება ამის დრო იმიტომ რომ ბუნებრივია ჯერ რთული ამის გამოძიება რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის პოლიციაში დაკითხვის და აიცავს საკუთარ არგუმენტები აქვს რომ ის პროტესტს გამოხატავს გარდა ამის დრო არ აქვს
სხვა პრობლემებიც არის. ეს ყველაფერს დაწყნადება შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა საქმეზე გამოფენს ნათელს, ყველაფერს იტყვის ძალიან მკაფიოდ იმაზეც, ესე ვთქვათ, ძალადობის ფაქტებზე და იმ ფაქტებზეც, რომელზეც მე ხა დავასახელე. და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ არავის არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ხდება შეურაცხყოფა ოჯახის წევრის, მეუღლის, ძმის, ნათესავის, ან სხვის, ბუნებრივი არავის არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქნება ადამიანი, რომელიც გამოვა გარეთ და გარკვეულ ძალას გამოიყენებს. და ეს ადამიანიც უნდა დაისაჯოს და პასუხი უნდა აგოს და ამაში პოლიციამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გავიგეროს. ეს პასუხისგებლობა ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. მეუღლეზე და ვის მეუღლეზე. ეგრეთ იმ ადამიანებს ვის პროტესტს გამოხატავენ, ძალიან ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს და იმ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ყავთ ნათესავები, მეუღლეები, ძმები, დები და ასე შემდეგ და კონკრეტული ფაქტი. ძალიან კონკრეტულ ფაქტს გეტყვი, როცა დაიწყო კოსტავას ქუჩის გადაკეთვა და ქალბატონი ცდილობდა რომ მანქანით შემოსულიყო და გასულიყო, გაევლოს გადაკეტილი ადგილი, საკმაოდ ცნობილმა ადამიანმა შეაგინა შეურაცხყოფა მიეყენა პირდაპირ და ხა არ მინდა კონკრეტულ ფაქტებზე ვილაპარაკო, არც თქვენ არ გილაპარაკეთ კონკრეტულად. ან თქვენ მზადეთ რომ საზოგადოებრივ დაპირისპირება და ამაში ხელისუფლებას არ ნეწვილი არის, ანუ ამის მაგნებად თქვენ. ყველა შემთხვევაში აქვს, ყველა პოლიტიკური ლიდერს აქვს ამას წვლილი. ჩვენ ეს რადიკალიზაცია უნდა ავირიდოს და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმას, რომ ეს რადიკალიზაცია არ უნდა მოხდეს. თორემ მე კიდევ ერთხელ გითხარით, რომ ის რაც ხდება თუნდაც რუსთაველის, თუნდაც თავისუფლების მოედანზე, ხო, როცა მთელი მოედანი გადაკეტილია. ეს არის კანონის დარღვევა, მაგრამ იმ მიზნით, რომ ჩვენ ეს რადიკალიზაცია ავირიდოს, არ ხდება მე ზუსტად ვიცი. იცით რომ არ არის ხდება პოლიციის ჩარევა. ნებისმიერ თუ მე არ მიჯერებთ, შეგიძლიათ ნებისმიერ ელჩს მიმართოთ. ხელს არ უნდა მიმართოთ. კანონში წერია წინასწარ. გეუბნებით. ქუჩა როცა არის, თუ არის წინასწარი შეტყობინება მორჩა. არ მოსულა მე. ეს იმ შემთხვევაში თუ შეტყობინება არის. ნებისმიერ ევროპის სასამართლო საქმე ნახე და ამას ნახავთ. ასევე თუ ჩვენ ბატონო დავით, მათ ჩვენ უკვე ვიკამათეთ. ბატონო დაგეკითხეთ. ოთანაძის თემა ძალიან მინდა რომ დავასრულოთ. შეგიძლიათ კითხოთ ნებისმიერ ელჩს, რომელმაც იციან საკუთარი ქვეყნის კარგი, თამას ყველა წავიკითხავთ ჩვენი საზოგადოების შეუძლია გაეცნოს. ნაჩვენებია ოთანაძის ფაქტს, ნებისმიერი ადამიანი რომელიც არ დაემორჩილება, განსაკუთრებით სამხედრო ადამიანი, რომელიც არ დაემორჩილება მთავრსარდლის ბრძანებას, ბუნებრივია ის პასუხს აგებს თუ ეს ადამიანი არის დაკავებული და თუ ის ცდილობდა გაქცევას და ბუნებრივია საჭირო გახდა გარკვეული ზომების გამოყენება, პოლიცია ამ ზომებს გამოიყენებდა, თუ ეს ძალიან საფრთხეთ დამნაშავე ოთანაძე, ის არის ქვეყნის მოღალატე და ბუნებრივია ქვეყნის მოღალატე პასუხი გააგოს ძმაც თუ ის დაკავებულია შესაბამისად მას ჰქონდა ინფორმაცია და ახდენდა დანაშაულის დაფარვას. თუ გაქვთ ინფორმაცია რის გამო ძმა დაკავებული? დანაშაულის დაფარვას. ბატონო დავით, არ თქვენ არ აქვს სრული ინფორმაცია. პოლიციის წინააღმდეგობაზეა დაკავებული. ხო და მით უმეტეს. ჯერითი ძმა არ არის გაქცევას ცდილობდა. ჩვენება მისის ვის წინააღმდეგ. არ არის, მაგრამ თუ დანაშაულის დაფარვას ახდენს. არ ეხება ძმა. ბატონო დავით, დავასრულებ. კიდევ ერთხელ გავიმეორე. მისის ჩვენება, ჩვენი კანონმდებლობით. ადამიანი ეჭვმიტანილია, თუ ადამიანი თუ დაკავებისას იგი წინააღმდეგობა და გარბოდა და თუ სხვა საშუალება არ იყო მის დაკავების, ეს დაშვებულია ყველა კანონმდებლობით, მათ ჩვენი კანონმდებლობით და მათ შორის საერთაშორისო პრინციპებით, რომ ძალა უნდა იყოს გამოყენებული. კიდევ ერთხელ ისინი ეჭვმიტანილი გამოვრიცხავ რომ ის იყოს დაკითხვებზე გამოყენებული ზეწოლა, იმიტომ რომ თუ თავად სახალხო დამცველი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ხდებოდა რომ არანაირად არ ხდება ცემა და წამება ჩვენს დაკავების იზოლატორებში. მე თუმცა ჩვენ ნახეთ თქვათ გია გაჩიჩილაძის ფაქტი, როგორ არის გაჩიჩილაძის ფაქტი ძალიან კაფიოდ ნახეთ ყველამ ჩვენთაგანმა, როგორ შევარდა იგი პოლიციის შენობაში, შევარდა იგი პოლიციის შემადგენლობა. რატომ არ დააკავეთ ჩვეულებრივ? სწორია, ეს ძალიან ლეგიტიმური კითხვა, ამიტომ არის იმიტომ ის შევარდა თვითონ გამოიწვია, ასე ვთქვათ, ის ფაქტი, რაზეც არის საუბარი. ძალიან ლეგიტიმური კითხვა, რატომ არ მოხდა კანონი? როდესაც არ დაიჭირეს გია გაჩიჩილაძე ამაზე. რატომ დაარღვიეთ კანონი? სულ მაინტერესებს ეს კითხვა. პასუხობთ, თუ რა ავირიდოთ რადიკალიზაცია, ჩვენ ვარ ვღოთ კანონს. ამიტომ ცემეთ თქვენ რაშუაში ხარ თუ შეიძლება მათ თქვენინე და პასუხსაც გაიგებთ. დიახ, ჩვენ კანონი დავარღვიეთ, ამ შემთხვევაში როდესაც ბატონი გიორგი გაჩიჩილაძე არ დავაკავეთ, იმიტომ რომ იგი შეიჭრა სახელმწიფო დაწესებულებაში და ჩვენი კანონით შეიძლება ნებისმიერი ძალის გამოყენება ამ შემთხვევაში და დავარღვიეთ კანონი, როდესაც არ ხსნით თავისუფლების მოედანს. მაგრამ ამას ვაკეთებთ იმიტომ და ეს არის შეგნებული არჩევანი, რომ ავირიდოთ თავიდან რადიკალიზაცია საზოგადოებას შორის. იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ არიან ადამიანები პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამ პროტესტით გარკვეულ, ასე ვთქვათ, ამ პროტესტით ექნება გარკვეული პრობლემები. ამიტომ ეს რადიკალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ავირიდოთ, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი წინ ჩვენთვის მომავალში. კეთილინებაა ძალიან ხშირად გამოხატული ბატონი კაკაკის ფრაზებში, რომ მათი კეთილინებით არ დაიჭირეს გაჩიჩილაძე არ ხსნიან მაგას. თქვენ რატო იქცევით რადიკალურად ამ არის რაღაცეები, რაც არის მე 2-4 4 ხარ, აუქნე ახლა არ წავომიღია კანონი აქ. მიტინგებისა და მანიფესტაციების შესახებ. თუ გნებავდა დრო თუ გვაქვს წავიდეთ ამოუბეჭდოთ, წავიკითხოთ აგერ დიდი ასოებით თუ კიდე დიდი შრიფტით ამოუბეჭდა, რა ვქნა ახლა.
არც არაირი კანონდარღვევა ის რომ დღეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველი ჩაკეტილია არ არის, იმიტომ რომ შეტანილია შეტყობინება წინასწარ, მითითებულია ვადა, სანამდე იქნება ეს გადაკეტილი სულ და როდესაც ეს შეტყობინებაზე არ მოდის პასუხი თავისთავად, ანუ არ მოდის აკრძალვა, ეს უკვე ნებადართულია, ეს არის ელემენტარული, რაც ბატონი აკაკი ამბობს, რომ არ შეიძლება გაზრა გადაკეტვაო, ის არ შეიძლება ის შემთხვევაში თუ შეტყობ, ამიტომ ეხლა მაინც მითქიცებს, რომ უკანონობაა. იცის რომ იმ ვალიდად იგივე გიაგორ კოტაშვილს იქ ფული არ მოუპარავს, ვარიანტი არ არის, არ იცოდეს, იმიტომ რომ 100% თუ უჩვენეს ტელევიზორში 9 ჯერ გაადიდეს ამხელა კადრი, ასე გვანახესო, პირადობის მოწყობა იყო, მაინც იცაღიან, აი ფული თუ ის, მაინც ფულზე აქვს ლაპარაკი. ახლა იმასაც აკაკი ახლა სულ სხვა როცა ჩხუბობენ მოქალაქეები და რაღაცები ერთმანეთში და ვიღაცა შეურაცხყოფას საქმეებს და სულ სხვა როცა გენერალური ინსპექციის უფროსი იქიდან იზურის რაღაც წყლის პარკებს, ეს არ არის უბრალო ადამიანზე თანამდებობის პირით, ან მაღალი თანამდებობის პირით და კიდე იქიდან ისურიან ეგრეთ წოდებულ კისტისტობს და ხალხს არტყამენ სახეში. ეს სულ სხვა რაღაცა და სულ სხვა რანგის შეფაშფოთებელი მომენტია, ვიდრე ის რომ ვიღაცა შეაგინა, რაც თავისთავად ცუდია და არ შეიძლება და დაუშვათ ვიღაც მომიტინგე იქცევა ცუდად, ესეც ცუდია კი ბატონო. ეთანხმებით ბაგაში. ხა ძალიან რთული არის ამაზე ვიკაბათოთ. იგივე ბატონო უდიაშვილმა მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუცხოთი სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა პირდაპირ ეწერა შავი თეთრზე რომ ჩავიდა გაჩეჩილაძე რომ გადახტა იმ ღობიდანო გია გაჩეჩილაძე იქ დაიმტორა თორე ნაცემი არ არისო ითქვა რომ არ გამოუყენებიათ პლასტიკის ტყუები. ახლა რა არის ის და ახლა გვაბრმავებთ თუ 2x2 4-ია ვიცით ეს ყველა ცნობილი ფაქტია. ეს ისეთი ფაქტები ახლა რამდენიც არ უნდა თქვა თუ არ ყოფილა როგორ არის კაცო ნახეთ ყველა უყურეთ პირდაპირ ეთერში ჩანაწერში რუსთავიორზე გადაიცემოდა პირდაპირ ეთერი ბოლოს და ბოლოს 6 მაისის მოვლენებით. იგივე ეს გია გაჩეჩილაძის გადასვლა იქ შეიძლება ეს ახლა შევხედოთ სამართლებრივად არ იყო ასე ვთქვათ ადმინისტრაციულ სამართლებრივად ფრად გამართლებული საქციელი, მაგრამ ეს არ იყო ხა ისეთი კანონდარღვევა. არ იყო, მოდით ვთქვათ, რომ ეს არ იყო. არაფერი დასაკავებელი დასაჭერიც არ ქონდა, უნდა ითქვა, რომ არ შეიძლება შენ შესვლა ესე, თუ რაღაც ბანკებიც არ დაიშლი და შეიძლებოდა წყნარად დაეგავებინა და გამოიყვანათ გარეთ მაგალითად ან გამოეშვათ, მაგრამ მივარდენ, ვინ დააცალა საერთოდ რამის თქვა, მივარდენ და სასტიკად ცემეს ადამიანი დღემდე ვერდგება ფეხზე წესია. რაზეა ახლა აქ ლაპარაკი? და რამდენადაც მე ვიცი კიდე როგორც თვითონ ყვება ამას რომ საერთოდ რო აიყვანეს იქ ნაცემი უკვე სასტიკი ეს უცნობი ყოფილა მე ეკითხეს არც იცოდნენ ვინ იყო თუ ვერც გაიგეს მაგრამ დავანებოთ ამას და ვინც არ უნდა ყოფილიყო ხა ეს პროპორციული ძალის გამოყენება იყო და უშუალოდ გადავიდა ვიღაცა ეზოში კი ბატონო და დაუშვათ რაღაცა პროპორციული იყო ის ძალის გამოყენება რაც გამართლებული რაც იმ კაცს დამართეს რომელიც 3 დღე ფეხზე ვერ დგებოდა და მე ისე არის ნაცემი რატომ და ხამას ლაპარაკი მესმისო არ არის ჩვენთან შვეიცარიის დონის დემოკრატია კიდევ ამბობ მესმისო ბევრი გადაცდომებიცა ბევრი შეცდომებიცა მაგრამ ეხლა რაც ნანახი გვაქვს რაც ვიცით კი ბატონო მე ხარ ვიცახი რომ ჩვენ ყველაფერია სადაც ოპოზიცია ვაკეთებს ყველაფერში იდეალურები ვართ ყველაფერს ვაკეთებთ გენიალურად მაგრამ ეხლა ხელისუფლების ის პოზიცია როდესაც აი ცდილობენ გამართლონ ის რისი გამართლებაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ცდილობენ თქვა ის აი თქვა იმ ფაქტებზე, რომელიც ყველამ ჩვენგანმა ნახე, გვიყურებს ხალხი, ხო, ტელემაყურებელია, გვიყურებენ. ყველას ნანახი აქვს ეს, ყველას იცის. და ეუბნები ახლა რომ არა, ეს ასე არ ყოფილა, ეს იყო სულ სხვანაირად. ნუ ახლა ამის მერე რანდობაზია ლაპარაკი და რა მაგიდაზე უნდა დავჭირდა. დობის აღდგენა სულ პრობლემაა ბატონო აკაკი. არის თუ არა საჭირო? კი ბატონო. არ არის საშიში რომ აღიაროთ რომ კი ბატონო შევწდით რაღაცაში. არაფერი არ მოგივათ. საჭიროა ამის აღიარება. თქვენ როგორ ფიქრობთ დობის აღდგენის ის უნდა იმისთვის რომ სასურველ მაგიდას დაუბრუნდეს თქვათ ურთიერთობა. ბატონო დავით ცალსახად ბუნებრივია ყველა ხედავდა იქ რა მოხდა და როცა ბატონო დავით ერთ ნაწილზე საუბრობთ იმ ვითარების რაც მოხდა 6 მაისს უნდა ვილაპარაკოთ მეორე ნაწილზეც ანუ დასაწყისზე იმ ეპოპეის როდესაც საპროტესტო მუხტი ადამიანები საპროტესტო მუხტი დატვირთული მივიდა იქ და დაიწყო ასე თქვა ეგრეთ წოდებული ჭიშკრის შენგრევა ამის ძალიან სერიოზული მცდელობაა ბატონო დავით ეს ჩვენც უყურეთ ისევე რუსთავიორზე და მაესტროზე და ყველა ბატონო დავით მე ხო არ გიშლი არა როიძაღი ჭიშკას ანგრევდა რატო არ შეანგრია ხო არ გიშლით ბატონო დავით მე ბევრი კითხვებია თქვენ დავასრულებინათ ბატონო არ გიშლით და იყო ეს ძალიან სერიოზული მცდელობა და მე ვთქვი რომ პოლიციამ ძალიან ადეკვატურად ძალიან მინიმალური ძალა გამოიყენა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რომ ეს ადამიანი, ვინც თავის პროტესტს გამოხატავდა, ძალიან აგრესიულად დამუხტული იყო, ეს ადამიანები რომ გადასულიყვნენ პოლიციის ტერიტორიაზე, იქ რა მოხდებოდა მე. იმ შემთხვევაში პოლიციას ჰქონდა ძალიან სერიოზული უფლება, რომ სერიოზული ძალაც გამოიყენებინათ, იმიტომ რომ შეგახსენებთ, ეს არის პოლიციის შენობა, ეს არის ადგილი, სადაც დაკავებულები არიან ძალიან სერიოზული კრიმინალები და დამნაშავეები და როცა ჩვენ საუბრობთ ვიღაც უფლებების დაცვაზე, ასე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ შენობიდან რომ ეს კრიმინალები გარეთ გამოსულიყვნენ, ძალიან სერიოზული ზიანი მიადგებოდა სხვა მოქალაქეებსაც და ამიტომ ის რომ ჩვენ ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობა გამოსწორდა ეს არის იმის მაგალითი რომ კონკრეტული უწყებები და კონკრეტული ინსტიტუტები მათ შორის პოლიცია ძალიან კარგად მუშაობს. ესე იგი თქვენ პოსტთან ხარვას ვერ ხედავთ 6 მაისის მოვლენებში პოლიციის აქციაში ვერც იმაში რომ პერიმეტრი დატოვა იმ დროს პოლიციამ როდესაც აღარ იყო ამის საჭიროება ბატონო. ხარვას ვერ ხედავ ეს იყო მინიმალური ძალა ყველაზე ადეკვატური ძალა იმიტომ რომ
პოლიციამ იმ შემთხვევაში აირიდა თავიდან ძალიან სერიოზული დაპირისპირება. რაც შეეხება დობის აღდგენას, კი ბატონო, მე ვაღიარებ რომ ქვეყანაში პრობლემები არსებობს და მე ოპოზიციას ჩვენი ეთერის განმავლობაში იაფი კრედიტები, იაფი დაზღვევის გარდა რომ დაუშვა ბოლო დღეებში ამ პროგრამების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. აი, ბოლო დღეებში, ბოლო დაპირისპირების დღეებში რა შეცდომები ქონდა ხელისუფლების შეგიძლიათ? ზოგადად საუბრობ მე აქ. აი, მე მაინტერესებს რომ არ იყო გამოყენებული თუ არის, აი მითხარ ამის მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არ იყო, ყველა შემთხვევაში იყო ადეკვატური ძალა, მე ამას შეცდომა მითხარით ხელისუფლების, რასაც თქვენ მიიჩნევთ ბოლო პერიოდში შეცდომა. ბოლო პერიოდში არ მივიჩნევ დობის აღდგენასთან დაკავშირებით გეუბნებით. უნებრივია დობა უნდა აღდგეს, მესმის რომ დობა არ არის გარკვეული ინსტიტუტების მიმართ, თუმცა როდესაც ოპოზიცია გარკვეულ წუხილებზე საუბრობს ის რომ არ არის დაბალანსებული მაგალითად ხელისუფლების შტოები ის საარჩევნო პროცესი არ არის დობით ახსილი ის რომ მაგალითად საზოგადოებრივი ზედამხედველობა ჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამივე ამ მაგალითისთვის სამივე ამ წინადადებაზე ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტული შემოთავაზებები კონკრეტული წინადადებები რომელიც არ მიიღო ოპოზიციამ ჩვენი ეთერი დასასრულს ახლოვდება უკვე ძალიან მოკლედ თუ შეიძლება დაკავშირებით გეუბნებით ჩვენ ეს კომისია არ არის თანამდებობები უბრალოდ ეს საკონსტიტუციო კომისია რომელიც ახალ კონსტიტუციას დაწერს თქვენ შემოგთავაზეთ წამყვანი როლი და თავმჯდომარეობა იმიტომ რომ თქვენ გქონდათ გარკვეული პრობლემა ამასთან დაკავშირებით შეიძლება დროში გაიწელოს ამიტომ ჩვენ შემოგთავაზეთ ყველა ბერკეტი რომ თქვენ თვითონ აკონტროლოთ ამის საქმიანობა. საარჩევნო კოდექსზე, საარჩევნო პროცესზე ზოგადად ჩვენ არა მარტო კოდექსზე მუშაობა შემოგთავაზეთ ახალ კოდექსს, არამედ თლიანად შემოგთავაზეთ რომ ოპოზიცია იყოს წამყვანი თლიანად ამ საარჩევნო პროცესში, თუნდაც 2010 წელს რომელიც იქნება სადაც იქნება პირდაპირ არჩევნები. რატომ არ მიიღეთ? იქნება შემდეგი რაუნდი ბატონ და თქვენ როგორ ფიქრობთ? უგაცავთ ეხლა ცხადია საკონსტიტუციო კომისია ეს არის არნიშნავს იმიტომ რომ ერთ კანონში შესკანონმდებლობს პარლამენტი. ეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი თუ არ იქნება და ოპოზიცია მიიღეს მონაწილეობას თუ არა ის რომ დაიწერება და მე რეწავა კანონში იქ მე დავახუთედი ის ხალხიზის გარანტია თელი საქართველოს როგორ რასაც შეათანხმებს ბატონო დავით ეს კომისია უმრავლესობა ამ დოკუმენტს დაეთანხმება რასაც ეს კომისია დადებს ამ დოკუმენტს დაეთანხმება და მიიღებს პარლამენტში ეს პირობა დადებული იყო პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან და ამ პირობას არავინ არ გადაუხდა ჩვენ არ გაქვს საკმარისი იმისთვის რომ დობა რომ ქონოდეთ მიიღებდით ამას ბატონ დავით არ ვიცახით ასე რა წინადადებებიც იყო წინადადებები არ იხილება ეხლაც შეიძლება გითხრათ მაგალითად შეიძლება გითხრათ ეხლა ჩემი აზროვნები და ალბათ ოპოზიციიდან ეს იქნება რაღაც კონცინადადებებიც ამის თაობაზე ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ აქციებს შევწყვეტ აქციები გაგრძელდება და ძალიან სერიოზულად მაგრამ ჩვენ არ ვამბობ თუ არს იმაზე რომ იყოს საუბარი სერიოზულ თემებზე მაგალითად იგივე საზოგადოებრივი მოწყობილობაზე კონკრეტულად ვიძახ ეს უკვე დამოკიდებულია რამდენად ადეკვატურად იქნება აღქმული თვითონ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი იდგომები. მაგალითად იგივე საზოგადოებრივი მაუწყებელზე როცა ლაპარაკი, ახლა იცით რა, 9 წევრიან გამგეობაში თუ სამეურვეო საბჭოში 4 ოპოზიციონერი ეს იქნება თუ ის იქნება, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. თუ გინდა სერიოზულ ცვლილებებზე, მაშინ ვილაპარაკოთ დირექციის გამოცვლაზე შეთანხმებით, კი ბატონო, არ გეუბნებით ჩვენია. აი თუ ამაზე ლაპარაკი იქნება, შეიძლება ამაზე ლაპარაკი. თუმცა 26 მაისს ოპოზიციას ექნება პიკი თავისი, ასე ვთქვათ, მასშტაბების, მაქსიმალური მასშტაბების აქცია, როგორც თქვენ აცხადებს, მაინტერესებს ფინალური გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ხელისუფლების მხრიდან, იქნება თუ არა აღლუმი. მოდით დავასრულოთ ჩვენი ეთერი ამით. ამ რამეს გეტყვით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი, ეგრეთ წოდებული ბორდი, რომელშიც უმრავლესობა იყო სწორედ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი. უმრავლესობა არ იყო მოდი იყო ეგ შეთანხმება, მაგრამ ოპოზიციას არ მოეწონათ გადაწყვეტილება. რაც შეეხება აღლუმს, თუმცა ბორდი ვერ მუშაობს, რა თქმა უნდა, იცით თქვენ ეს ამბავი. ხო, ვერ მუშაობს, ეს იყო ოპოზიციასთან შეთანხმებით კომპრომისი და ეს იყო ოპოზიციის წინადადება. მინდა შეგახსენოთ, ამიტომ ძალიან არაკორექტულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც პირობებს არ ვასწავლებთ. მე ახლა გეუბნებით, აი ახლა იქნება თუ არა? ახლა შეხედულზე გელაპარაკი. აღლუმს არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ იმის გამო რომ ისე და ისე არ მოხდეს რადიკალიზაცია იმ ადამიანებს შორის პროტესტ გამოხატავ და სხვა ადამიანებს შორის ჩვენ აღლუმის გადავიფრთხთ. თუმცა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და სერიოზულად ხაზი გაუსვა, რომ აღლუმი არ არის ხელისუფლების საკუთრება და აღლუმი არის კონკრეტული პირის საკუთრება. ეს არის საქართველოს საკუთრება, ეს არის საქართველოს ინტერესები და მე ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ ჩვენ ყველა ერთად ამ აღლუმს შევგეგებებოდით როგორც ერთ-ერთ ნიშანს საქართველოს გავითარებას. ისევ და ისევ მეორე, ეს არ არის ვინმეს საკუთრებს, ეს ყველა ჩვენთაგან, ეს მათ შორის თქვენიც ბატონო დავით, ბატონო იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში დგას. ვფიქრობ, რომ აგვისტოს მერე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ცივი მიდის თუ არა, აღლუმის ჩატარება მე პირადად მეჩნია ამორალული. დიდი მადლობა ეს ახალ თემას გახსნის, ამიტომ ჩვენ აქ დავასრულოთ ეთერი. დიდი მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის, ბატონები აგაკი მინაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ეს გახდათ პროექტი უცნობი კავკასია, მე კი ნინო ჟიჟილაშვილი, პროექტი გამშვიდობება ხვალ 20 საათამდე. დიდი მადლობა. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.